ახლა რაც შეეხება ზოგადად ამ დღევანდელ განაჩენებს, მე მიმაჩნია, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არის საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარება. ქვეყანაში არის ესეთი ვითარება, როდესაც ხშირ შემთხვევაში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენებთან საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნები არსებობს. ეს იმ ვითარებაში, როდესაც უყენებენ ადამიანებს ბრალდებებს და გამოაქვთ განაჩენები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და ამ დროს საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი თავდასხმებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ადგილი ჰქონდა მრავალ ძალადობრივ თავდასხმებს საპროტესტო აქციების მონაწილეებზე და დაპატიმრებული არის ისიც, თქვენ წარმოვიდგინეთ, დაახლოებით წელიწადი თუ წელიწადნახევრის დაგვიანებით და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი დემონსტრანტებზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით და ამ ვითარებაში, როდესაც მასიურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციებში მონაწილეთა დაპატიმრებები, თავისუფლების აღკვეთები თუ სხვადასხვა ზომების მიღება მათ წინააღმდეგ და ამ დროს მხოლოდ რამოდენიმე პიროვნება არის დაკავებული დემონსტრანტებზე თავდასხმის ბრალდებით. ისიც როგორი დაგვიანებით და ისიც იმდენად ბუნდოვანია, რომ საკმაოდ გაურკვეველია თუ როგორ მიდის ის საქმეები, თქვა და რა ბედი ეწევა იმ საქმეს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მე მიუმართავ და ეს ყველაფერი ქმნის იმას, რომ საქართველოს დემოკრატიის ინდექსის ჩამონათვალში მსოფლიოს სახელმწიფოთა ჩამონათვალში ბრიტანული მედია კომპანია ეკონომისტის სიაში უკვე საკმაოდ ახლოს არის ეგრეთ წოდებულ წითელ ხაზთან, ანუ 4 ქულასთან, რომლის ქვევითაც, ამაზე მე ვინც ჩემ აქტიურობას თვალყურსადენებ ხშირად ვლაპარაკობ, რომლის ქვემოთაც უკვე იწყება ოფიციალურად ავტორიტარული სახელმწიფოების ჩამონათვალი. 4.36 მეასედი ქულით არის შეფასებული 2025 წლის მონაცემებით. ანუ მხოლოდ 0.36 მეასედი ქულა აშორებს ზემოხსენებულ წითელ ხაზს, ზემოხსენებულ ეგრეთ წოდებულ წითელ ხაზს. იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, კანონის წინაშე თანასწორობა ეს ზოგადად საერთაშორისო სამართლის და მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა. თუ მაგალითად ვიმეორებ, ადგილი აქვს მასიურ დანაშაულებებს, თუ მაგალითად ასამართლებ მასიურად ერთ მხარეს, ამ შემთხვევაში დემონსტრანტებს და ამ დროს მხოლოდ რამოდენიმე ადამიანს აპატიმრებ და ისიც წელიწადი ნახევარი თუ წელიწადი თუ საკმაოდ დიდი დაგვიანებით და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანს, რომ მაშინ როდესაც უამრავი ფაქტი იყო მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის, ასეთ შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო შეფასებებით deep state-ებს და რაღაც მოგონილ რაღაცებს რომ არ დავაბრალოთ, ხომ ბუნებრივია, რომ თავისთავად დაბლა დაიწევს. მაგრამ უკვე როგორც იტყვიან, დემოკრატიის ინდექსის დაბლა დასაწევი უკვე თითქმის აღარ დარჩა. რადგანაც 4 ქულა ეს ეგრეთ წოდებული წითელი ხაზია. 4 ქულის ქვევით ოფიციალურად ავტორიტარული სახელმწიფოების ჩამონათვალია. მოგმართავთ ზოგადად საზოგადოებას და მოგმართავთ ოცნების ლიდერებს. თუ 4 ქულას ჩაცდება, ავტომატურად დადგება საქართველოს როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი, საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეთავსებულობა ევროკავშირის წევრობის სტატუსთან და საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო გადაადგილების საკითხთან, რაც ავტომატურად გამოიწვევს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის დაცემას, რაც დაარტყამს საქართველოს ეკონომიკას, ანუ მთლიან შიდა პროდუქტს, რაც დაარტყამს საქართველოში საბანკო სესხების პროცენტების ოდენობას, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის, თუ ასე განვითარდება მოვლენები. ამიტომ მოგმართავთ ოცნების ლიდერებო, გამონახული იქნეს რაიმე საკანონმდებლო მექანიზმი ზემოხსენებული მდგომარეობიდან დემოკრატიული რაც შეიძლება დემოკრატიულად მოახერხოს ზემოხსენებული მდგომარეობის მოგვარება ქვეყანამ. მოგმართავთ ბატონო მიხეილ ყაველაშვილო, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ
იმ პირების მიმართ, რომელთა მიმართაც გამოტანილია განაჩენები, მაგრამ არსებობს სერიოზული ალბათობები, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბითა და მათ შორის საქართველოშიც, რომ პოლიტიკური ნიშანი საკმაოდ დიდი შემცველობისაა მათ საქმეებში. მით უმეტეს იმ პირობებში, კვლავ ვიმეორებ, როდესაც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მრავალი ადამიანია დაპატიმრებული და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანია დაპატიმრებული დემონსტრანტებზე თავდასხმების ბრალდებით და ისიც წელიწადის დაგვიანებით. ბატონო მიხეილ ყაბელაშვილო, მოგმართავთ, გამოიყენოთ ზემოხსენებული მაქსიმალურად სადაც ზემოხსენებული მიმართულებით შეწყალებების მექანიზმის გამოყენება იმისათვის, ბატონო მიხეილ ყაბელაშვილო და ოცნების ლიდერებო, იმისათვის რომ არ მოხდეს საქართველოს დემოკრატიული ინდექსის, საერთაშორისო შეფასებების საქართველოს დემოკრატიული ინდექსის 4 ქულაზე უფრო დაბლა ჩასვლა. თორემ ეს თქვენს კარგად გეცოდინებათ, ძალიან ძვირი დაუჯდება ქვეყანას. მით უმეტეს მოგმართავთ კვლავ ოცნების ლიდერებო და ბატონო მიხეილ ყაბელაშვილო. მოგეხსენებათ, რომ პუტინი ვერ იმარჯვებს უკრაინაში. პუტინი მარცხდება საერთაშორისო ასპარეზზე. მოგეხსენებათ, რუსეთი უკვე მასირებული სარაკეტო თუ დრონების შეტევების ქვეშ იმყოფება უკრაინის მხრიდან, რომელიც არის პასუხი პუტინის მიერ განხორციელებული აგრესიისა. მასიურად იბომბება რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა, იბომბება რუსეთის ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საწარმოებლად. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი ვლადიმერ პუტინი, რომელიც აცხადებდა, რომ ყირიმის ხიდს თუ ვინმე შეეხებაო, ეს იქნება რაღაც საშინელი პასუხით ემუქრებოდა. ყირიმის ხიდს კი არა, მოსკოვს და მოსკოვის ოლქს და პეტერბურგს უტევენ უკვე ლამის სისტემატიურად უკრაინის დრონები და როგორც ხედავთ, ეს უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. ეს იმას ადასტურებს, რომ თუ ვინმეს იმის იმედი ჰქონდა, რომ ტრამპი დაამთავრებდა უკრაინის ომს პუტინის გამარჯვებით და ტრამპი და პუტინი გაიყოფდნენ მსოფლიოს გავლენის ზონებად, ეს გამორიცხული ვერსიაა, ეს თავიდანვე გამორიცხული იყო. გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი. გაითვალისწინეთ ის, რომ ამ წლის ნოემბერში ამერიკაში კონგრესის არჩევნებია, სადაც საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით დაახლოებით 80%-იანი ალბათობით, როგორც მინიმუმ კონგრესის ქვედა პალატაში, ანუ წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტია მანდატების უმრავლესობას აიღებს. თუ რა თქმა უნდა, მანამდე სოფლიოში რაიმე ესეთი არ მოხდა, მაგრამ დაახლოებით 80%-იან ალბათობას დებენ საერთაშორისო ექსპერტები იმაზე, რომ როგორც მინიმუმ ქვედა პალატაში, ანუ წარმომადგენელთა პალატაში ამ წლის ნოემბერში დემოკრატიული პარტია აიღებს მანდატების უმრავლესობას. და გარდა ამისა არსებობს სერიოზული ალბათობა იმისიც, რომ თვითონ კონგრესის ზედა პალატაში, ანუ სენატშიც კი შეძლოს დემოკრატიულმა პარტიამ უმრავლესობის აღება. და რაც იმას ნიშნავს, რომ თუნდაც წარმომადგენელთა პალატაში შეძლოს დემოკრატიულმა პარტიამ მანდატების უმრავლესობის აღება, ეს ნიშნავს, რომ ეს სერიოზულად გაზრდის უკრაინასადმი ამერიკის დახმარება, სერიოზულად გაზრდის პუტინისადმი ამერიკის მხრიდან და ზოგადად დემოკრატიული სამყაროს მხრიდან პუტინის წინააღმდეგ გააქტიურებას და ასევე გააქტიურებას პუტინის მოკავშირეების წინააღმდეგ მსოფლიო მასშტაბით. ამიტომ